მოგესალმებით, ჩემო მსმენელებო და მაყურებლებო. დღეს გაშლა გვექნება ესეთი, რა უნდა ვიცოდეთ დღეს. და სპეციალურად დავდე ეს ფონი, როგორც ხედავთ. ეს არის ჩემი ნახატი, ჩემი ნამუშევარი ტილოზე. აკრილის საღებავებით და შთაგონებაში მომივიდა, წარმოსახვაში მომივიდა, რომ უნდა დამეხატა ისეთი ნახატი, რომელიც ადამიანებს მისცემდა ძალას, ენერგიას და გამოაჯამრთელებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სულიერ ფონზე დახატული, შექმნილი. ჩემი ნახატია. მინდა კარგად დააკვირდეთ, შეხედოთ, აღიქვათ, უყუროთ ამ ფერებს, რომ შემოვიდეს ეს ენერგია თქვენში. ანუ როგორც ხედავთ, ჭარბობს ოქროსფერი და იასამნისფერი. ეხლა აგიხსნით რატომ. იასამნისფერი არის კოსმიური ფერი, კოსმოსის ენერგია, რომელიც შემოდის, ესე იგი, ჩვენს თავის ზემოთ. სახასრარა ჩაკრა ქვია, მეშვიდე ჩაკრა. შიშკა ვიდნაი ჟილეზა, ქართულად როგორ არის. შემოდის და ეს არის ანტენა, ანუ ჩვენსა და კოსმოსს შორის ვითარდება როგორც ანტენა, აი ესეთი რაღაც კავშირი, მყარდება, საიდანაც მოდის ინფორმაცია. და ეს რომ გაიხსნას, ამისთვის საჭიროა სულიერი ცხოვრება, გარკვეული ასკეზები რა, ანუ რაღაცების აკრძალვა, რა თქმა უნდა. ასევე კვება სპეციალური, ვეგეტარიანული, ხორცეული უნდა ამოვიღოთ. სუნთქვა, იოგა, ვარჯიშები, ანუ ენერგეტიკული ვარჯიშები, პრაქტიკები, აფირმაციები, რა ვიცი, სიყვარულის გაგზავნა, დადებითი ენერგიების გაგზავნა, ანუ ამას სჭირდება სერიოზული შრომა. ეხლა ჩვენ ამის დრო უკვე აღარა გვაქვს, იმიტომ რომ კულმინაციურ იმაში შევედით, ზონაში შევედით. აქამდე უნდა გვემუშავა და აქამდე უნდა გვეღვაწა ამისთვის, რომ მივსულიყავით აი ამ დრომდე, როცა ხდება ძალიან დიდი ტრანსფორმაცია საერთოდ სამყაროში, ძალიან დიდი ცვლილება. და მინდა რომ ყველამ კარგად გააცნობიეროთ ეს და თქვენში შემოვიდეს, რომ ხდება სულიერი ტრანსმუტაცია ადამიანის ქვეცნობიერ დონეზე. ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის, რომელიც მოქმედებს პირდაპირ ადამიანის ტვინებზე, გონებაზე, ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე. ამიტომ ეხლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ შესულები. ყველას ექნება სხვადასხვანაირი გამოვლინებები და უკუჩვენებები, ამისი არ შეგეშინდეთ. მალე გაივლის ეს პერიოდი და გადაივლის ეს, ანუ რაც არის და როგორც არის. მაგრამ ანუ მედიტაცია ხდება ასევე ფერებითაც. მინდა იცოდეთ, რომ იყო ესეთი ძველი მეცნიერება, ძველი ჩვენი წინაპრების დროინდელი პრაქტიკა, აგნი იოგა ეძახიან ეხლა, ესეთი იმით არის ცნობილი, მაგრამ კიდევ უფრო ადრე იყო, რომ ფერებით, ანუ წარმოსახვით, ფერებით მკურნალობდნენ, ანუ იმ დონეზე იყვნენ გათვითცნობიერებულები ჩვენი წინაპრები, ისე ქონდათ, ანუ ეს გონება და საერთოდ ცოდნა იმხელა ქონდათ, რომ შეეძლოთ თავიანთი თავები წარმოსახვით, ფერებით განეკუღნათ. და ორი განსაკუთრებული ფერი, რომელიც ფიგურირებს, ეს არის იასამნისფერი, რომელიც ვთქვი უკვე რაც არის. გარდა ამისა, ეს ფერი, იასამნისფერი, წმინდავს. მთლიანად გამოაქვს მთელი ნეგატივი. ორგანიზმიდან, სხეულიდან, გონებიდან, კონცენტრაციას რომ მოახდენთ ამ ფერზე,
და გარკვეულ მედიტაციას გააკეთებ თუნდაც 5-10 წუთი თვალები დახუჭული, რომ შემოუშვათ იასამნისფერი თქვენში, დაგეხმარებათ ეს ნეგატიური ფიქრები, აზრები გავა თქვენგან. და მეორე ფერია ოქროსფერი, რომელიც არის სასიცოცხლო ენერგიის ფერი, აღმდგენი, ანუ ოქროსფერი არის სიცოცხლე, რომ შემოდის ორგანიზმში და ორგანიზმი იწყებს ნელ-ნელა აღდგენას და გაცოცხლებას. ეს არის ოქროსფერი. მოკლედ ეხა ბევრი რო აღარ გავაგრძელო. ავიღებ ეხა Mystic Wisdom ორაკულის კარტებს და ვკითხავ. აბა რჩევას ვკითხავ თქვენთვის. Wisdom Mystic Oracle cards. ვირჩიეთ. აბა თქვენი რჩევები მოგვეცით. საერთოდ ეხლა აი ამ სიტუაციაში რაშიც ვართ. როგორ გამოვიყვანოთ თავები, გვირჩიეთ, მოგვეცით რჩევები, რა გავაკეთოთ ამისთვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. თქვენი რჩევა თუ შეიძლება. ნახეთ, ეს კარტიც არის იასამნის ფერი. აქ ოქროს ფერი. ნახეთ როგორი ფერია. დააკვირდით. ანგელოზების ფერია. კოსმიური ფერია. მოკლედ დავიწყეთ. რა რჩევას გვაძლევენ? რჩევა არის ასეთი. Moving forward, ანუ არ გავჩერდეთ. ნახეთ. აუცილებლად იარეთო წინო the moving forward. თქვენი გეგმები get ready for positive change. აუცილებლად შეცვალეთ თქვენი ყველანაირი ფიქრები პოზიტიურისკენ, მიმართეთ პოზიტივისკენ, ანუ აი ესეთი რჩევაა პირველი. მერე knowledge, ვინც ეძებთ, ანუ ცოდნას, ხო? ყველას შეუძლია აიმაღლოს თავისი knowledge, ანუ ცოდნა, განათლება, რაღაცები გაარკვიოს თავისთვის, რაც უნდა, რაც აინტერესებს, მარტო ცოდნაზე არ არის, აქ ჰობიზია, აი ვთქვათ, მაინტერესებს რაღაც კულინარია, ხო? ანუ შემიძლია იქ სხვადასხვა რეცეპტები ვიპოვოთ და ცოტა ხნით გადავერთო ამაზე, ამ საქმიანობაზე. მე ვთქვათ, ვხატავ აგერ და ვიღებ ჩემ საღებავებს და ვქმნი წარმოსახვით ის, რაც მომდის, ხო? მუზა რაც მომდის იმას და აი გადაერთეთო რა, რაღაცნაირად გადაერთეთო და აი ნახეთ კიდე go with the flow. Let things happen. ანუ მოსახდენი მოხდებაო და თქვენ უბრალოდო, ანუ რჩევა ასეთი, მოსახდენი მოხდება. გვეუბნებიან ორაკულის კარტები. თქვენ უბრალოდ არიფიქროთ ცუდზე და გაყევით დინებასო, ანუ რაც არის, არის. ანუ მოსახდენი მოხდება და შეეგუეთ რა ამას. დინებას გაყევით. და შემდეგ მეოთხე კარტი არის money, find a way to abundance. ანუ money, გვეუბნებიან. თქვენ ყოველთვის იპოვით გზას, რომ შეძლოთ გახდეთ ფინანსურად კეთილმოწყობილი ადამიანი, ანუ რომ შეძლოთ the earn to money, როგორ ვთქვა ქართულად, გამოიმუშაოთ, ანუ თქვენი რაღაცა ორი კაპიკი გექნებათო რა. და როცა აიმაღლებთ განათლებას, სფეროს, იმას, ნახეთ, რაც გაინტერესებთ, თუნდაც ჰობი იყოს ეს. ხატვა იყოს, ძერწვა იყოს, კულინარია იყოს, არ ვიცი კიდე, ქსოვა, კერვა, რაც გამოგდით, ხო? როცა აიმაღლებთ და დაინტერესდებით, იმიტომ რომ გააქვთ ამის ნიჭი, უმრავლესობას, შემდეგ, ანუ ყოველთვის გამოგივათ, ანუ იშოვით თან
ამასთან ერთად ფულიც შემოვაო. შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ თქვენთვისო რაღაცა იქნებაო, სასიკეთოო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მოსახდენი მოხდება და ამასო შეეგუეთო, გადაერთეთო რაღაცა კარგზეო. ეხლა ამ მთელი ვიდეოს ჩაწერის პროცესში უყურეთ ამ ნახატს. ძალიან გთხოვთ, რომ შემოვიდეს თქვენში ეს ენერგია, სასიცოცხლო ენერგია, შემოვიდეს თქვენში ის, რომ გაგეწმინდოთ ფიქრები, აზრები, კონცენტრაცია ამ ფერებზე მოახდინეთ, რომ იგრძნოთ, იმიტომ რომ ეს ენერგია, უხილავი ენერგია, რომელიც მე ჩავდე, ხო? აი ესე გადმოდის ახლა თქვენზეც. ეს ყველაფერი შემოწმებული მაქვს. არ გეგონოთ, რომ ისე გელაპარაკებით. ეს სრული სერიოზულობით ვამბობ, კურნავს ეს ნახატი და სასიცოცხლო ენერგიით და ძალებით აღადგენს, ასე რომ უყურეთ. და ეხლა ვეკითხები ოშო Zen Tarot cards. რას გვირჩევენ აი ამ პერიოდში? რა გავაკეთოთ? უბრალოდ რჩევაა რა, აი ამ პერიოდში როგორ ვიყოთ, რა გავაკეთოთ? საყოველთაო რჩევა ყველასთვის ზოგადად. რა ვიცი, მე მედიტაციებით შემიძლია ჩავწერო, თუ კი თქვენ სურვილი გექნებათ მომწერეთ. მედიტაციებით შემიძლია გავაკეთო, რომელიც დაგეხმარებათ კონცენტრაცია, ცუდი ფიქრები მოვიშოროთ, გავდევნოთ აღელვება, სტრესი და შემოუშვათ სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება, რომ ავივსოთ სიმშვიდით, იმიტომ რომ ჩვენი ეხა დღევანდელი დანიშნულება არის, რომ სიმშვიდით ავივსოთ. ანუ ისევ და ისევ ოშო Zen კარტიც იგივეს მეუნება, რომ აუცილებლადო, ანუ მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოხდეს, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. აქ და ეხლა, იცხოვრეთ ამ დროში. რა იქნება მომავალში? არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგხედოს და ეს დიდი განსაცდელი აგვაცდინოს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ქართველებს არ გვემუქრება, მაგრამ ვისაც ემუქრება, იმაზე ვამბობ. კიდე აძლევს შანსს. თუ არადა, თუ მოხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიქნებით მაყურებლები, როგორც ეს ქალი ზის ეხა და ჩვენს უკან. ანუ აი ეს რაღაც ბოროტი არსებები რო არიან, ხო გესმით? სიმშვიდით თუ შევხვდებით ყველაფერს, მაშინ ისინი ვერ მოგვეკარებიან. ოშო Zen-ი გვეუბნება. ვერ მოგვეკარებიან და რატომ? იქნება სტრესული მდგომარეობა, მაგრამ ამ სტრესშიც უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად თავები გავემხიარულოთ. ჩავხდოთ მუსიკა, რაღაცნაირად შევეცადოთ, მესმის რომ ძნელია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ამაზე და რატომ? იმიტომ რომ ვიფიქროთ ჩვენს ოცნებებზე სამომავლოდ, აი რაც გვინდა. ანუ რაზე უნდა ვიფიქროთ, ხო? რომ აი, თქვათ რაღაცა ოცნება გვაქვს, ხო? აი იმაზე ვიფიქროთ, იმ ოცნებაზე, რომ ეხლა ამ წუთას მე ჯერ შეიძლება არა მაქვს, თქვათ მანქანა Bentley, სიტყვაზე ვიცახი, ან Jaguar-ი, მაგრამ მალე მე მჯერა რომ მექნება, ანუ მოხდება რაღაც ისეთი ჩემს ცხოვრებაში, რომ მე შევიძენ ამ მანქანას. ეხლა მაგალითზე ვამბობ მე. აი ესე უნდა თქვათ აფირმაციები. მე გამოვიდა თვითონ ოშო Zen-ი. და გვეუბნება, რომ ყველა მდგომარეობიდან, როგორც კი თქვენ ნახავთ, რომ თითქოს ეს სიტუაცია გამოუვალია და აქედან არანაირი გამოსავალი არ არის, იცოდეთ, რომ რაღაცა მარცვალი, რომელიც ჩავარდა აი ამ კლდეში, აი ამ მთაში, ხო? იქ შეიძლება არ გაიხარა არაფერმა, მაგრამ იმ ერთმა ჩვენმა ჩაგდებულმა სიტყვამ, კეთილმა, ნახეთ? კეთილმა სიტყვამ, სიკეთით და სიყვარულით ნათქვამმა, ნაყოფი გამოიღო ნაყოფი და ამოვიდა. აი მიუვალ კლდეშიც კი
ამოღვივდა ეს ხორბალი, ანუ აქ ეს ღრმა ფსიქოლოგიური კარტია და გვაჩვენებს, რომ ყოველ ჩვენ სიტყვას, ხო? ჩვენ რო ეხა ვგონია, რომ ისევ ლაპარაკობთ, არა ბატონო. აქვს რაღაცა აზრი, როცა ჩვენ ერთმანეთს თუნდაც გავამხნევებთ სიტყვიერად, ვეტყვით ერთმანეთს, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, ესეც კი ამ პერიოდში ძალიან აუცილებელია. ყოველი სიტყვა, თითოეული სიტყვა და შემდეგ გვეუნებიამდე understanding, ანუ რას ნიშნავს ეს კარტი, ნახეთ, რომ მათ ჩვენ უზენაეს ძალებს, ზეციურ ძალებს, ნათელ ძალებს, ანგელოზებს, ფარველ ანგელოზებს, წმინდანებს, მათ ჩვენი ესმით, understanding, ამ დროს ხდება გაგება, ურთიერთკავშირი ცასა და დედამიწას შორის, ანუ ეხლა ვართ ზუსტად ამ პერიოდში. და ჩვენ აღარ გვჭირდება ეხა იქ თუნდაც ტაძარში ვიაროთ, ვირბინოთ, ვილოცოთ, კი აუცილებელია, მაგრამ მე რას ვიძახი? აი არ გვაქვს დრო, ხო? არ გვაქვს ამის თავი, რესურსი, საშუალება ვიტანჯებით, თუნდაც ლოცვას ვერ ვკითხულობ. ჩვენი სიტყვებით როგორც შევძლებთ გამოვთქვათ, რომ აი მთავარანგელოზო მიქაელ, აქ სადაც ვარ, დამიფარე, დამიცავი ჩემ ოჯახთან, ჩემ შვილებთან, ჩემ ახლობლებთან ერთად, ყველა კარგად მიმყოფე, ხო? არ არის ძნელი ამის თქმა. ხო არ არის ძნელი, ხო არ წაგართმევთ დიდ დროს. ხო და ეხლა აი ამ წუთას understanding ითხოვეთ, რომ იყოთ გაგებულები, გვეუბნებიან ზემოდან, ციდან. გესმით, ანუ ყველაფერს გიღეჭავთ. და რა ყველანაირად ვცდილობ, ნუ არ მინდა თან პირდაპირ ვილაპარაკო ამ ყველაფერზე, მაგრამ ვცდილობ, რომ გაიგოთ, რომ თქვენ, ანუ ამ დიდ სტრესში, ამ დიდ აი ესეთ რაღაცა, არ ვიცი, რა დავარქვა, მორაკ რუსები ამბობენ, ილუზიაში არ მოყვეთ, იმიტომ რომ ნამდვილად თითოეული ადამიანი ჩემთვის ძვირფასია და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ცხოვრება არის დროებითი. ჩვენ აქ მოვედით დროებით და ზოგი გავდივართ რაღაც კარმულ, რაღაც ცხოვრებისეულ სიტუაციებს, ზოგი გავდივართ გამოცდას, ზოგი გავდივართ ისეთ პერიოდს, რაც ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ეხლა აი ამ დროში მოვლენილი ყოველი სული არ არის ისე მოსული, გესმით? ყველას აქვს ჩვენი მისია, ყველას გვაქვს რაღაც მისია, უნდა ეძებოთ რა მისია გაქვთ. მარტო ის არ არის, რომ ეხლა გავთხოვდე ოჯახის შევქმნა, შვილები გავაჩინო, კი. მაგრამ მე ვიძახი საყოველთაო, იმიტომ რომ ოჯახებს ქმნიდნენ, თხოვდებოდნენ, ცოლებიც მოყავდათ, მაგრამ ეს არ არის ვთქვათ მასშტაბურად და ზოგადად აღებული მისია. ანუ არის კიდე სხვა მისია. ეხლა აი ამ პერიოდში ვინც ვართ მოვლენილები, რომ ჩვენ ერთმანეთს ადამიანებმა უნდა დავეხმაროთ. როგორ სიტყვით გავამხნევოთ, მეტი სიკეთე, მეტი სითბო გაუგზავნოთ ერთმანეთს, მოყვას ეს სიყვარული, ხო? ნათქვამია ჩვენ რელიგიაში, ჩვენ სარწმუნოებაში ხო ამბობენ, არა? ეს ყველაფერი, ანუ რა უნდა ვქნათ? უბრალოდ უნდა ყველაფერი აი ესე გონება გამოვთოთ, თქვათ, რომ აი მორჩა ფიქრები, გონება გაუშვით, ყველაფერი ცუდი, კონცენტრაცია გავაკეთოთ გულზე, ანუ შევიგრძნოთ, რომ გვაქვს გული, ვიგრძნოთ, როგორც ცემს, ფეთქავს ჩვენი გული და აი ამ გულით, რასაც ვიგრძნოთ, როგორც ვიგრძნოთ, აი ამ გულს მოусმინოთ. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, გულით იფიქრეთ, გულით გადაწყვიტეთ, გულით მიიღეთ გადაწყვეტილება. არა გონებით, ეხლა ამან ეს როგორ მითხრა, ეხლა მე ის რას იფიქრებს, გაჩერდით რა, არ გინდათ ეს რაღაც გარკვევები და ისინი, რა ქვია, მე რა არ დაგირეკა, არა უშავს. შენ გადაურეკე, არ იქნები დამცირებული, შენ აუხსენი, რომ უბრალოდ ადამიანურად გული შეგტკივა, ადამიანურად ფიქრობ მასზე, ადამიანურად გინდა რომ კარგად იყოს. ვერ მიხვდება? მისი პრობლემაა, შენი მისია გააკეთე, სიკეთე გააკეთე, სიყვარული გააკეთე. გაუგზავნე, რაც თავარია, გაუგზავნე, როგორც მე გიგზავნით ეხლა, ხო? ამ ენერგიას, სითბოს,
რომ შემოვიდეს თქვენში და იყოთ სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით სავსენი და აი ამ გარე სიტუაციებმა და აი ამ ნეგატივებმა, რომელიც შემოდიან ყველა მხრიდან, არ იმოქმედოს თქვენში და თქვენ გეპოვნოთ თქვენი თავები. უბრალოდ გემშვიდობებით და ნახვამდის. კარგად.